შენ ვინც ახლა მიყურებ, ვიცი რომ გაქვს რაღაც ხედვა, რაღაც მიზნები და გეგმები. რასაც გინდა რომ მიაღწიო. ისე გინდა ეს ყველაფერი, რომ ამის გაფიქრებისას ტანში ჟრუმატელი გივლის. ღამეები არ გეძინება. ყოველთვის როცა წვევი, ეს ფიქრები გაწუხებს და გეუბნება, რომ რაღაც უნდა გააკეთო, რაღაც უნდა იმოქმედო. თუმცა მაინც არაფერს აკეთებ. თითქოს არ შეგიძლია რომ გააკეთო ის, რაც საჭიროა რომ გააკეთო. და შენ იცი რომ ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ მაინც ვერაფრით ვერ აკეთებ. ყოველ ღამე ძილის წინ საკუთარ თავს ადანაშაულებ. ხვდები რომ შეგეძლო რაღაც გაგეკეთებინა, მაგრამ არ გააკეთე. და საბოლოოდ ვერ ხვდები თუ ასე ძალიან გინდა ეს რაღაც და თუ იცი რაც უნდა გააკეთო, მაშინ რატომ ვერ აკეთებ ამ ყველაფერს? მინდა გითხრა რომ ეს არ არის სიზარმაცე. შენ არ ხარ ზარმაცი. სიზარმაცე ზოგადად არის როცა ადამიანს საერთოდ არ ანაღლებს, გააკეთებს თუ არა რაღაც, საერთოდ არც თვლის მნიშვნელოვნად, რომ რაღაც გააკეთოს. ანუ აპათიის გრძნობა აქვს რაღაც კონკრეტულის მიმართ, რასაც არ აკეთებს და არც უნდა რომ გააკეთოს. ეს არის სიზარმაცე. მაგრამ შენ ასე არ ხარ. შენ გინდა რომ გააკეთო. გინდა რომ მიხვიდე იმ შენს მიზნამდე და იცი კიდეც რას უნდა გააკეთო, მაგრამ ვერ აკეთებ. საქმე იმაშია, რომ ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ადამიანისთვის გარდაუვალია წარუმატებლობა. ტვინში ძალიან ღრმად და შუა ნაწილში არის ლიმბური სისტემა, რასაც უწოდებენ ძველ ტვინს. რაც პირველყოფილ ადამიანებს ეხმარებოდა, რომ გადარჩენილიყო. სწორედ ეს ადგილია პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხელს გვიშლის, რომ წინ წავიდეთ და გავაკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია. ლიმბური სისტემა პასუხისმგებელია ჩვენს გრძნობებზე, იმპულსურ ქცევებზე. ის განსაზღვრავს თუ რისი გვეშინია, რა გვახარებს. როდესაც რაიმე ჩვენთვის უცნობია, ის გვეუბნება, საფრთხეა, მოერიდე. როდესაც რისკს დაინახავს, გვეუბნება, შეამცირე. როდესაც წარუმატებლობაზე ვფიქრობთ, გვეუბნება, თავი აარიდე. როდესაც საქმე სტრესს ეხება, კი გვეუბნება, ჩაახშე, გადადე. რაც ამ ყველაფერს უპირისპირდება, ეს არის ჩვენი პრეფრონტალური კორტექსი. ანუ ტვინის ნაწილი, რომელიც სადღაც აქ მდებარეობს, წინ. სწორედ ტვინის ეს ნაწილი ფიქრობს დისციპლინაზე, სამომავლო გეგმებზე. მოკლედ, ეს არის ჩვენი რაციონალური აზროვნება და იმპულსების კონტროლი. ტვინის ეს ნაწილი სრულ განვითარებას სადღაც 25 წლის ასაკში აღწევს. როდესაც განვითარებას მორჩება, ეს ნაწილი ტვინს თითქოს ასუფთავებს. ასუფთავებს იმ კავშირებისგან, რომლებსაც არ ვიყენებთ. და პირიქით, რომლებსაც უფრო ხშირად ვიყენებთ, იმ კავშირებს უფრო აძლიერებს. ტვინის ამ ორ ნაწილს შორის მუდმივად ხდება კონფლიქტი და წინააღმდეგობა. ერთი ამბობს, რომ გააკეთე ის, რაც გასაკეთებელია, და მეორე ამბობს, რომ არა, გადადე, ითამაშე, რაიმეს უყურე, რადგან ზედმეტი სტრესი. ხო და ამ ორ შორის საჭიროა სწორი ბალანსი. დღევანდელ სამყაროში გარშემო ძალიან ბევრი ყურადღების გადამტანი რაღაც არის. სოციალური ქსელები, ვიდეო თამაშები, რაც გინდა ჩამოთვალე. ხო და როდესაც ჩვენ ძალიან გვინდა რაღაც და არ ვაკეთებთ, ეს სწორედ ამ ყველაფრის ბრალი არის. ჩვენი ტვინის ერთი ნაწილი ცდილობს, რომ აირიდოს თავიდან სტრესი, წარუმატებლობა. ჩვენს ამ ყველაფერს ვერ ვუმკლავდებით და ამ ფიქრების გასაქრობად საკუთარი თავი რომ არ დავადანაშაულოთ, მარტივ გზას ვირჩევთ. ყურადღების გადატანას. არსებობს რაღაც გზები, რითი შეგიძლია ეს გამოასწორო. პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის, რომ 25 წლამდე მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ ჩამოიყალიბოთ პოზიტიური ჩვევები, რაც წაგადგებათ თქვენი მიზნისკენ სვლაში. როდესაც ტვინის ეს ნაწილი მთლიანად ჩამოყალიბდება, რა თქმა უნდა, მას შემდეგაც არის შესაძლებელი, რომ რაღაცები შეცვალო, თუმცა ზედმეტად დიდი ფოკუსი იქნება საჭირო და ზედმეტად დიდი ენერგია და უფრო მეტი დროის დათმობა. ხო და ეცადეთ, რომ 25 წლამდე ტვინში შექმნათ ისეთი სინაფსური კავშირები, რაც დაკავშირებული იქნება პოზიტიურ ჩვევებთან. ეს აიძულებს თქვენს ზარმაც თავს, რომ გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელია. რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია დაეყნო мотиваციას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ мотиваციაზეც პასუხისმგებელი სწორედ ეს ლიმბური სისტემა. мотиваცია არ არის სტაბილური. ხან გაქვს, ხან არ გაქვს. ყოველთვის ამბობენ, რომ мотивაციის საბრძოლოდ დისციპლინა უნდა გაგაჩნდესო. დისციპლინაზეც ისეთი შეხედულებაა, რომ ეს რაღაც გმირობა არის და თუ დისციპლინა გაქვს, ძალიან მაგარი ტიპი ხარ და რაღაც. იქ რაღაც ყოველდღე დილით ადრე გაღვიძება, ყოველ დილით ერთი და იგივე რუტინა და ნუ ასეთი რაღაცეები და ეს სიმართლე არ არის. დისციპლინა არის პატარ-პატარა ნაბიჯები. მაგალითად, ყოველდღე ერთი წინადადების დაწერა შენი ფიქრებიდან. ან რაიმე ასეთი. შეგიძლია გააკეთო და ამით პატარ-პატარა ნაბიჯებით დაიწყო დისციპლინისკენ სვლა.
როგორც უკვე გითხარი, შენ არ ხარ ზარმაცი. შენ რაც გჭირს, ამას პროკრასტინაცია ეწოდება. შენი ტვინი პირველ რიგში ფიქრობს გადარჩენაზე და მას რა თქმა უნდა ენერგიის დაზოგვა, სტრესის შემცირება და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ თავს არიდებ ამ ყველაფერს. რეალურად თავის არიდება გჭირს შენ და პირველ რიგში უნდა გაიაზრო რას არიდებ თავს. აი მაგალითად მე ვიდეოს გაკეთება როცა მინდოდა ხოლმე და რომ ვიცოდი რომ უნდა გამეკეთებინა, რეალურად სიამოვნებდა ძალიან მონტაჟის პროცესი, გადაღება და რაღაცები. და რომ დავფიქრდი თავს რას ვარიდებ მეთქი მაშინ. რეალურად თავს ვარიდებდი შედეგს. ანუ რაღაც შრომას რო ვდებდი ვიდეოში და შედეგს რო ვერ ვიღებდი ისეც, როგორც წარმოდგენებიც მქონდა, ეს მსტრესავდა და ამას ვარიდებდი თავს რეალურად. მე რაღაცები გადავიაზრე და საერთოდ დიდად აღარ მსტრესავს ის თუ 100 ნახვა ექნება თუ 1000 ვიდეოს. იმიტომ რომ უკვე სხვა რაღაცები გახდა ჩემთვის მნიშვნელოვანი. აი ეხლაც აქ სადღაც მთაზე ამოვედი, გზაში ძაღლები შემხდნენ, აღმართები ვიარე. შემეძლო სახლში ყოფილიყავი და რაღაცისთვის მეყურებინა. მაგრამ არა, რაღაცნაირად გადავწონე ის ჩემი პირველყოფილი ტვინის ნაწილი. კიდევ რაც შემიძლია გირჩიოთ, ეს არის რომ უბრალოდ დაიწყოთ და თქვათ, რომ რაღაც რო გაქვთ გასაკეთებელი, მხოლოდ 2 წუთით გავაკეთებ. როდესაც დაიწყებთ, მე უკვე თავისით წავა. ვეღარც კი შეამჩნევთ დრო როგორ გავა. დავაძალე ჩემ თავს მაგალითად, რომ ფეხსაცმელი ჩავიცვი, ქუდი დავიფარე, გარეთ გამოვედი. მე უკვე რთულია რომ უკან შევბრუნდე და თუ ამ ყველაფერს გავაკეთებ და ვთქვათ, ძალას დავატან ჩემ თავს. მაშინ უკვე დანარჩენსაც გავაკეთებ, ანუ მოვალ აქ და კამერას დავიდებ და რაღაცებს ვისაუბრებ. კიდევ რაც არის მნიშვნელოვანი, შეგიძლიათ რომ საქმე ყოველთვის დაყოთ ხოლმე პატარ-პატარა ნაწილებად. იმიტომ რომ როდესაც დიდ რაღაცას ხედავთ და როდესაც ფიქრობთ, რომ ამ ხელა რაღაც გაქვთ გასაკეთებელი, მაშინვე ეშინია თქვენ ტვინს და გეუბნებათ, რომ არა, დაივიწყე, არ გააკეთო. თუ პატარ-პატარა ნაწილებად დაყოფთ, უფრო გაგიადვილდებათ. ისე მაგალითი აქ რომ მოვდიოდი, მე არ მიფიქრია, რომ ეს გადაღებული მე კომპიუტერში უნდა შევიტანო, მე უნდა დავამონტაჟო, მე რაღაც კადრები უნდა დავადო, მე ავტვირთო. უბრალოდ თქვი, რომ ავდგები, გავალ და გადავიღებ. მარტივია. ხო და საბოლოოდ, რაც მინდა რომ გითხრა, მესმის თქვენი, მეც ასე ვიყავი და ვარ კიდეც. მაქვს რაღაც ამბიციები, მიზნები და ვერადავერ ვაკეთებდი იმას, რისი გაკეთებაც იყო საჭირო. დღესაც რაღაც დოზით გამოვასწორე ეს ყველაფერი, მაგრამ დღემდე მიჭირს, რომ გავაკეთო ის, რაც საჭიროა. დღემდე ვმუშაობ ამაზე. დაფიქრდით კარგად, რა გიშლით ხელს, სად გინდათ რომ მიაღწიოთ, ვინ გინდათ რომ გახდეთ. გაანალიზეთ ის თუ რა ღირებულებები აქვს იმ ტიპს. როგორი ტიპია ის, ვინც გინდათ რომ გახდეთ. რა ქცევები აქვს, როგორ საუბრობს და შემდეგ დაფიქრდით, თქვენ რატომ არ ხართ ასე? რატომ გიჭირთ ასე ძლიერ რომ უბრალოდ გააკეთოთ? კი, მე დღეს მოგეცით რაღაც ხელსაწყოები, რაღაც ინფორმაცია, მაგრამ ეს ყველაფერი არაფერს არ შეცვლის, რადგან ეს შიგნიდან უნდა მოხდეს. თქვენ ისედაც იცოდით, რაც უნდა გაგეკეთებინათ და როგორც უნდა გაგეკეთებინათ. ყველაფერი თქვენს შიგნით არის. უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა გამოიყენოთ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა თქვათ, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ. მე ჯერა თითოეული თქვენგანის საკუთარი თავისიც მჯერა და არი ფიქრობთ, რომ თავს რაღაც უნდა დააძალოთ და ძალით უნდა გააკეთოთ რაღაც. ეს ენერგია, ეს სურვილი, ეს აკვიატება თქვენს შიგნიდან უნდა მოდიოდეს. კარგად დაფიქრდით იმაზე, თუ რა გინდათ მართლა. მე ვიყავი, რომ ამ ყველაფერზე მხოლოდ ძილის წინ ვფიქრობდი ხოლმე, რომ დავწვებოდი და ფიქრის გარდა რომ არაფერი არ მქონდა საქმე, ზუსტად აი მაგ მომენტში წამოვიდოდა ხოლმე ეგ ფიქრები. და მინდებოდა ხოლმე, რომ საწოლიდან წამოვხტარიყავი და გამეკეთებინა რაღაცა. და მე მივხვდი, რომ მთელი დღის განმავლობაში იმდენ რაღაცაზე გადამქონდა ყურადღება, ფიქრისთვის რო აღარ მრჩებოდა. და თუ ფიქრისთვის რო აღარ მრჩებოდა, ამ ყველაფერზეც ვერ ვფიქრობდი და მხოლოდ ძილის წინ მომდიოდა ხოლმე ეს ფიქრები. ხო და დაუთმეთ დრო ფიქრს და საკუთარ თავს. აიღეთ, თქვათ დღეში 5 წუთი. 5 წუთი უბრალოდ დაჯექით ხოლმე და დაფიქრდით კარგად, თუ რა გინდათ. კარგად გაიაზრეთ, სად მიდიხართ და რატომ მიდიხართ. და როდესაც ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებთ, იმდენად შინაგანად წამოვა ეს სურვილი, რომ მე უკვე აღარაფერი აღარ გაგიჭირდებათ. ბევრი რაღაცის თქმა მინდოდა კიდე ამ თემებზე მომავალში უფრო დეტალურად გავაკეთებ ხოლმე ვიდეოებს და უფრო დეტალურად განვიხილავ. მადლობა და იცოდეთ რომ მე თქვენი მჯერა და ერთადერთი გზა რომ მიხვიდეთ იქ სადაც გინდათ არის ის რომ გააკეთოთ ის რაც საჭიროა.